8 მარტი. ამიტომ ჩვენთან სტუდიაში მოვიდა 100 ქალბატონი. გამარჯვებული იქნება მხოლოდ ერთი, რომელიც ჩვენი წარდგენისგან მიიღებს 10,000 ლარს. მაგრამ უსაჩუქროდ ხალხში არავინ არ წავა, ყველა მონაწილე ავერსი ფარმასგან მიიღებს თავის მოვლის სასაჩუქრე ბოქსებს. მადლობა ავერს გვერდით გომისთვის და გოგოების გახარებისთვის. პირველ ეტაპზე თქვენი მიზანია გადახვიდეთ ან 4 კუთხედის სივრცეში, ან 3 კუთხედის სივრცეში. უნდა გადანაწილდეთ აუცილებლად 50-50. თუ კი რომელიმე მხარეს 50-ზე მეტი აღმოჩნდებით, ის გუნდი მთლიანად გავარდება ამ ეტაპზევე. 5 წუთი გაქვს ამ ყველაფრისთვის, დრო წავიდა! რა ხდება? პირველი 50, აქეთ მეორე 50, იქით. პირველი 50-ამდე, პირველი. ბრავო, აი რას ნიშნავს? სწორია. 50, იქით, აქეთ. დათვალე. მოდი, თქვენი გადათვალეთ, ჩვენს. ერთი სად არის? აგერვა, რა გაყვირებ ხოლმე. ნახევარი. ძალიან მარტივი დავალება, მაგრამ რა თქმა უნდა ქაოსი იქნებოდა, როდესაც 100 ქალბატონი იბრძვის 10,000 ლარისთვის. ჩო, კარგად ხარ? ჩო, აი, სო. 3, 2, 1, მორჩა. გილოცა თქვენ სწორად გაიყავით 50-50. ბრავო. მაგრამ ისევ ასნი ხართ, ამიტომ 50 მაინც უნდა გამოგვეთიშოს. ნიკა ააგდებს გიგანტურ მონეტას. ერთზე იქნება 3 კუთხედი გამოსახული, მეორეზე 4 კუთხედი. რომელი მონეტაც დაჩდება, სახით ზემოთ, ის მონეტა რჩება თამაში. ყველაფერი დამოკიდებულია გამართლებაზე. 3, ნერვიულობ. 1. გადავიდა 4 კუთხედი! ბრავო, 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 ბრავო. არამაღელებელი იყო, მაგრამ გადავიდა 4 კუთხედის ხარეს გომი 50 ქალბატონი და ისინი გააგრძელებენ ბრძოლას 10,000 ლარისთვის. მადლობა ყველას, ძალიან გვიყვარხართ და მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა. და ავერსი ფარმასგან მიიღებ ძალიან მაგარ სასაჩუქრე ბოქსებს, რისთვისაც დიდი მადლობა ავერსი ფარმას. მეგობრებო, გილოცავთ თქვენ ხართ ის იღბლიანი 50, რომელიც აღმოჩნდით მეორე რაუნდში. ჩვენი მიზანია გადანაწილდეთ 10 გუნდად და შესაბამისი ფერის წინ დადგეთ. ამ რაუნდში გამოეთიშებით 40 თქვენგანი და 10 გააგრძელებს ბრძოლას 10,000 ლარისთვის. მაგრად გაგვეხარდა. მაგრამ ყველა გუნდის შანსი თანაბარი არ არის. თითო ფერს შეესაბამება თავისი პროცენტი. კიდე გვინდოდა. ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ. მამაჩკა. 40% ლურჯი. 5% აქვს წითელ სამწუხაროდ. 25% არის ყვითელი, 20% არის იასამნისფერი და 10% მწვანე. მაგრამ ეს არის ბორბალი. არ დაგავიწყდეთ. ოჩა ხთიბისი, ბრავო ციბისი. თავარია გჯეროდეს. ეს არის ჩვენი უსაყვარლესი სპონსორი TBC-ის ფერია. 1, 2, 3. ვაიმე. ვერთო ნერვიულო. ძალიან. ო შენელდა, ნელ-ნელა. გაჩერდი. ყვითელი ხო. არა. ხო, ყვითელზე მიდი. გაჩერდი. არა. გადავიდა ფინალში. ბრავო. ლურჯს მიულოცოთ. არა ლურჯი როგორ მინდა დადგომა. ხოლო დანარჩენებს სამწუხაროდ დაგემშვიდობებით. თქვენ ავერსი ფარმა საჩუქრები გადმოგეცემათ აუცილებლად. ნახვამდის. მე ხო თქვი, ჩემთან ერთად ვინც იქნება ისინიც გადავლენთქო. მე წინა და საჭმელიც არ მაჭამეთ. შეერი და წაგებული მივდივარ. მეგობრებო, შეგიძლიათ შემოტრიალდეთ. გამოუშვი.
ყველა აქ მობრძანდით, აქ უნდა დადგეთ. ვინ არის ყველაზე პატარა ნომერი? 4 ნომერი. 4 ნომერს თხოვ მოვიდეს ჩემთან და გადაწყვიტოს ვის ეთამაშება პენლების სერიაში. უნდა აირჩიო ერთი ადამიანი და თქვენ ორიდან გადავა მხოლოდ ერთი შემდეგ ეტაპზე. აუ იმედი არ გადავიმტერებ ხოლმე. კაი ძალიან მიჭირს არა? კაი შენ 42. 42. კი ბატონო. და 42-მა უნდა გადაწყვიტოს ახლა 4 ნომერს კარში დაურტყავ თუ მეკარე იქნები შენ. აი მე არ ვიცი ახლა. არ ვიცი. ალბათ კარში დავდგენ. კარში დადგენ. კი ბატონო. ის სარტყმა გადაწყვეტს გადახვალ თუ არა შემდეგ ეტაპზე. თუ პენალტის შემსრულებელი გაიტანს გოლს, ის გადადის შემდეგ ეტაპზე. ხოლო თუ მეკარე მოიგერიებს დარტყმას, მეკარე გადავა შემდეგ ეტაპზე. მაგრამ სანამ დარტყმას შეასრულებ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სპონსორი არის 2 ტონა და შეგიძლიათ საფეხბურთო მატჩებს უყუროთ, როგორც აქ, ისევე იქ. მადლობა 2 ტონას. როცა იქები მზად შეგიძლიათ დაარტყა უკვე? აბა, ველოდებით. კაი. ბრავო! გოლი არ გავიდა. ნიკა მიუსამძიმრე 4 ნომერს. ბოდიში უნდა დაგვიმშვიდობოთ. გადავიდა 42 ნომერი შემდეგ ეტაპზე. სამწუხაროდ. არ ვარ ფეხბურთში ძლიერი. შემდეგი არის 6 ნომერი, ხო გუგა? მე მინდა რომ დავარტყა. ეგ რო არ გეთქვა, შეიძლება სხვანაირად არიჩია შენს მოწინავე. შეიძლება. ვის ეთამაშები პენლებს? სად არის გამომხერე? რაღაცა მოხდა. აი ამ გოგონას 34 24 და რა მოხდა თქვენს და 34 არა, ნომერში? დაიდი არაფერი უბრალოდ. არა, ისე ეძებდით. ანუ არა, უბრალოდ აი ან ამ გოგოს შორის ფიქრობდი, ანუ ამ გოგოს. ფიქრობ რომ შანსები უფრო მეტი მაქვს. მაგრამ სიმაღლეც ხელს მიწყობს რომ მეკარეც ვიყო რა. აი 34 ნომერს მოусმინოთ გუგა. მეკარე თუ დამრტყმელი. დამრტყმელი ძაღლი. დამრტყმელი. საინტერესოა. არ გეთქვა წინასწარ და შეიძლება აქ გარიყავ. არა, ეს მქონდა თავიდანვე გათვლილი. კარში თუ გაქვს დარტყმული აქამდე? არა. აბა პირველი დარტყმა. 3 2 შეგილი. გიოც. სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ ილოცავ შემდეგ ეტაპზე გადასვლას. 12 ნომერი. გისმენთ? კი, ბატონო. ვის შეხვდები პენლებში? 15 ნომერს. რატომ 15-ის? გონია რომ ერთნაირი შანსი შეიძლება გქონდეს ორივე პოზიციაზე. ოჰო. კაი, მაშინ 15 ნომერს კითხავ. დავარტყმა. ვა, ყველა ირჩევს დარტყმას. წარმატებები. მე მგონი ნასოქს აპირებს ასაც კი, სწორი უყურებ. ტაქტიკაა, იცი? 1 2 3 ბრავო. სან მაგარი დარტყმა იყო. ჩემპიონთა ლიგის დარტყმა იყო. ბრავო. აი, 15 ნომერს კომპლიმენტები ჩემგან. ძალიან კაი იყო. მართლა ძალიან მაგარი დარტყმა იყო. ღირსეულად შეგიძლია დატოვო. 20 ნომერს ვთხოვთ მაშინ. როგორ ხარ? კარგად. მაშინ ისიც გეცოდინება კვების 21 ნომერს ავირჩევ ჩემს, მე მაინც 21 მოდის. 21 მოდის, კი ბატონო. კარში დაარტყავ თუ კარში ჩადგები? ჩავდგები. ჩავდგები. როგორ გერჩივნა შენ? ჩემთვის სულ ერთია. სულ ერთი იყო. რა თქმა უნდა. მაშინ წარმატებები. გამოქანება შორიდან, რასაც უყურებ? რად ვართ? 1 2 3 დარტყა. 21 ნომერს ვეღარ მიუსამძიმრე ისე გაიქცა. მაგრამ გაუხარდა აშკარად, იმიტომ უბედნიერესი ჩაიხუტა. ისეთი პენალი შეასრულა, რომ გაუხარდა ადამიანს, მესმის. ეხლა ვთხოვ 46 ნომერს ჩვენთან. ავირჩევ 47. 47, ბრავო. დასიზამ, ჩადგები კარში თუ დაარტყავ? კარში ჩავდგა. კარში ჩადგები. ჩემი სუსტი წერტილია. ეხა უნდა ვიყო მამარდაშვილი. რავი, ერთი კვირა დავდიოდი ფეხბურთზე და იქ მიშველოს მაგა. ბოლო დარტყმა შესრულდება ეხლა. და გამოვლინდება მეხუთე ნახევარფინალისტი. 1 2 3
ბრავო! ოჩა. ბოდიში რა, მართლა არ ვიდეო რომ შეჩერხო. არა, შეიძლება. მიულოცოთ 46. კარგი დარტყმა იყო. ჩვენ ამასობაში გამოვავლინეთ 5 ადამიანი, რომელიც გადავიდა ნახევარ ფინალში. და ისინი იბრძოლებენ 10,000 ლარისთვის. წარმატებები. მეგობრებო, 95 ქალი გამოეთიშა და თქვენ ხართ 5%-ში. მაგრამ თქვენი მიზანია რომ გადახვიდეთ ფინალში და გახდეთ ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც მოიპოვებს ამ 10,000 ლარს. წარმატებები გოგონებო. ანგრი მეზეც ხوار გვეტყვით ერთ სიტყვას ისე. ჩაგირთავთოდეს მე. ჩაგვირთავს. შენ ფრენკებზე რა ვიცი, მე ჩავბჟირდე ისევ დღემდე. ძალიან მიხარია. შენზეა კონკრეტულად. ნუ აი, რა ვქნა. ეგრეა, ანა, სწორია. თითქმის 7 წელია რაც გიყურე. მართლა? მართლა. კარგი, მშვენიერია, მაგრამ გადავიდეთ ახლა მე მგონი საქმეზე დროა. ამ რაუნდში მონაწილეებს დაურიგდებათ ფერადი იარაღები. ხოლო მოპირდაპირე მხარეს განლაგებული იქნება მათივე შესაბამისი მანეკენები. თითოეულ მონაწილეს ექნება 3 სიცოცხლე. გოგონები ერთდროულად გაისვრიან მანეკენების მიმართულებით. ყოველი მოხვედრილი 1 ტყვია უდრის -1 სიცოცხლეს. 3 ტყვის მოხვედრის შემთხვევაში კი ისინი ავტომატურად გამოეთიშებიან თამაშს. ფინალში კი გადავა მხოლოდ 2 მონაწილე და გააგრძელებს ბრძოლას 10,000 ლარისთვის. 46 ნომერს კითხავ, რომელ საპირებ, რომელი გინდა რომ ამოიღო მიზანში? მოდი საიდუმლო დავტოვებ. საიდუმლო დავტოვებთ, მაგრამ ამ ყველაფერს გავიგებთ, იმიტომ რომ თქვენი ტყვის ფერი ასახულია თქვენს იარაღზე. შესაბამისად მივხვდებით ვინ რომელს ესვრი. ესეთი დამპალი თამაშია. არ ვიცი, მე გავისვრი გოგოებო და ვისაც მოგხვდებათ არ ვიწყინოთ ახლა რა. მზად ხარ? კი. 1 2 3 6 ნომერს მოაკლდა 1 სიცოცხლე სამწუხაროდ და 12 ნომერს მოაკლდა 1 სიცოცხლე. 6 ნომერს ესროლა 12 ნომერმა 20 ნომერმა გაარტყა 12. მე მოვარტყი. ზუსტად მიზანში მომხვდა. პირდაპირ გულში მოგარტყი. ვეცა ვიღაცა ვერ გავისროლეო თქვა? ანუ დავაჭირე, მაგრამ ვერ იმასქენი რა შემეშიტას. მაინც ვაპირებდი რომ კედლისთვის მესროლა ისე. რაღაც თვლი რომ ჩემ თავში არ ჯდება ესეთი საქციელი და გულის ამაჩუყებელია ჩემ. არა, მე მგონი 10,000 ლარისთვის ბრძოლა მიდის უხერხულში არავინ არ უნდა ჩავარდეთ, ეს არის გასართობი შოუ მეგობრებო, ამიტომ ისი ამოვნეთ მაქსიმალურად. კარგი, მეორე სროლის დროა, მოემზადეთ 3 2 1 რა მოხდა? დასრულდა. აი მე რას ამბობთ ხო? 12 ნომერი სამწუხაროდ გამოეთიშა თამაშს, რადგან 4 ტყვია გაქვს მოხვედრილი. არ ვიცი რას რატო გერჩიან ესე. აი არ ვიცი. ტაშით გავახმოვეთ 12 ნომერი. მადლობა ძალიან დიდი. ასევე 20 ნომერს დააკდა 1 სიცოცხლე, რომელიც გაიყოლა ჩვენმა დამარცხებულმა. ჯერჯერობით ფავორიტები გამოკვეთილია. ნახოთ, ძალიან მნიშვნელოვანი სროლაა. მოემზადეთ მესამე სროლისთვის. 3 2 1 შუბულში აქ მოხვედრილი თავის თავს გაარტყა, ხო? აქამდე მოსული. მესმის, მაგრამ მოვედი გართობისთვის და აი საუკეთესო გავაცილება მივიღე მართლა. ბრავო, მართლა. აი 20 ნომერს ესე იგი ყვითელი მოხდა და მოხდა ვარდისფერი ასევე. სამწუხაროდ 2 სიცოცხლე დაგაგდა. ასეც ხდება. არა უშავს. ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყავ მიგაგიქრა. ნამდვილად მართლა. არა უშავს. იმედია შენს რესტორანში მალე დაგვპატიჟებ. აუცილებლად. მადლობა. დარჩით მხოლოდ 3. დაფიქრდით, რომელი კონკურენტის გამოთიშვა ჯობია, ის ვინც ფინალში გაჩვქებთ მოგებას? ესე იგი ფინალიც ისეთი კოშმარია რა. ნუ ბრძოლა ომში და ერთმანეთის ხოცაზე. მართალია გუგა. ბრძოლა ომში. გავარდნა თუ გინდა თქვი აღარ გესმით და. გავარდნა არ მინდა უბრალოდ. ხო და ადექი და ისროლე რა ვქნათ ახლა ეს თამაშია რა. და ადექი დამიმიზნე 3 იმათ. მე მგონია რომ ამ სროლაში რაღაცა განსაკუთრებული მოხდა. აუცილებლად. მაშინ ვისრალოთ მეგობრებო. 3 2 1 და რა მოხდა აქ?
42 ნომერმა ესროლა 6 და ერთი სიცოცხლე ჩამოეხსნა. 6 ნომერმა ესროლა 42-ს. 6 ნომერმა ესროლა 42. ფინალთან ძალიან ახლოს არის. მოიცა. აქ სამი ფერია, ნიკა. არ არის. კი, მე მგონი. წვანე. შენც ესროლე, ხო? ვაიმე. მანებას გაქცია. всё, პრინციპში, კი, მართალი. რას იმას ნიშნავს? 6 ნომერმა დაგტოვა. ძალიან მეწყი. არც 42-მა გადაწყვიტა დანებება და კი ბატონო, ფიქრობ რომ რუსკა იმსახურებს მართლა ფინალში ყოფნას, აი მთელი გულით. აიძრო. ბრავო. მადლობა ის. ძალიან ახლოს იყავ ფინალთან. ძალიან დიდი. ისე არ გამაგიჟა. არა, გოგო, არ გადავიდე. წარმატებები ძალიან წარმატებები უღრესი მადლობა. 98 ადამიანი გააგდეთ და ფინალში გადახვედით. შოკი მაქვს მე უბრალოდ, იმიტომ რომ მართ არ მეკონა რომ ფინალამდე მოვიდოდი. რატო გადაწყვიტე ბოლოს ტყვის შეცვლა? იმიტომ რომ გავიცანი გოგონები და მართლა მინდოდა მთელი გულით ეს თანხა იმას მოეგო, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და მე ესე ჩავთვალე საჭიროდ რომ რამით მაინც დავხმარებოდი ამ ადამიანს ფინალში გადასვლაში და ფინალში იქნებ იღბალზე იყოს დამოკიდებული და ესე ადამიანის გაწი რომ აღარ მომიწევს, იმიტომ რომ მართლა არ შემიძლია. მეც რატომღაც მივხვდი რომ მას ესროდა და მეც მაგიტა წინ ფინალია, წავედით! გადმოვინაცვლეთ ფინალურ მაგიდასთან, სადაც ჩვენი ორი ფინალისტი ზის, ნომერი 42 და ნომერი 46. შეგიძლიათ მოიხსნათ თამაშის წესები არის ძალიან მარტივი. სულ გექნებათ 2 წუთი და მხოლოდ 2 არჩევანი. წითელი და მწვანე ღილაკი. თუ ორივე დააჭერთ მწვანე ღილაკს, თქვენ თანაბრად გაიყოფთ თანხას. თუ ერთი დააჭერს წითელს, ხოლო მეორე მწვანეს, წითელს სრულად შეხვდება 10,000 ლარი. ხოლო თუ ორივე აირჩევთ წითელ ღილაკს, თქვენ 0 ლარით დაბრუნდებით სახლში. თქვენი 1 წუთი დაიწყო. რუსკა. მე ვიცი რა ღილაკსაც დავაჭერ, ალბათ ჩვენც ციცი მერას დავაჭერ და შენი გადასაწყვეტია, როგორ გამვითარდება მოვლენები. სულ მე რატო? ფინალში ჩემი გადასაწყვეტი იყო, ვინ დარჩებოდი ჩემს გვერდი. მე ვფიქრობ, რომ მწვანე ღილაკს უნდა დავაჭირო. აი, არც კი თავში არ გამივლე, რომ დავინახე ეს ორი ღილაკი, რომ წითელს დავაჭერდი. მართლა გულწრფელად გეუბნები, იმიტომ რომ ერთად დიდი გზა გამოვიარეთ, მართლა ვთვლი, რომ ორი ძალიან იღბლიანი ქალბატონი ვართ. და არ ვიცი, ჩემი გადმოსახედიდან ეს ჩაჯდება ეს აქციელი ჩემში. ამიტომ მე ასე მოვიქცევთ. რა ვიცი, აი ეკითხა. რა თქმა უნდა, ხანტანესო დავაჭირო, ეს დიდი მეზრზე ვიქნებით. წითელსა დავაჭირო, ცუდი გამოჩნდები? შენ როგორც ფიქრობ, ეგრე მოიქეც. მართლა. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. 1 წუთი გავიდა, შეგვიძლია ეს თქვენს დაიმშვიდობოთ. მეორე წუთი მარტო მე ვფიქრობ, მიიღოთ გადაწყვეტილება. რაც არ უნდა იყოს, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო შედეგი იქნება. მე ამ სიტუაციაში ძალიან გამიჭირდებოდა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება. არ იცი, შეიძლება ძალიან მჭირდებოდეს თანხა და დავაჭირო მაგალითად წითელს. და იქიდან რა ღილაკი დაგხვდება, ეგეც არის. ეგეც არის. ამიტომ აღარ ვთქვათ არაფერი და გავივლდეთ მათ გადაწყვეტილებას. კი ბატონო. 5, 4, 3, 2, 1. გადაწყვეტილებები მიღებულია და ჩვენ ყავს 10,000 ლარის ფლობელი, რომელიც გახდა ნომერი 46. მილოცავთ. ეს 10,000 ლარი არის შენი. მან მოიპარა მეტოფილიან ეს თანხა და აიღო 10,000 ლარი სახლში. როგორც აღმოჩნდა 42 ნომერმა, რაც თქვა, მართლა ის გააკეთა და სამწუხაროდ თქვენ 0 ლარით მოგიწიათ თამაშის დასრულება. მაგრამ ძალიან კარგი თამაში აჩვენებთ. ძალიან მწუხვარ ესეთი გადაწყვეტილება რომ მივიღე. ალბათ ამას თავისი ახსნა ქონდა. ბოლოდ აქ მართლა ვერ გავაშღერე. გასაგებია. კი ბატონო. მესმის და არ დაიტვირთო თავი მაგაზე ფიქრით. მართლა ვფიქრობდი, რომ ის გადაწყვეტილება უნდა მიგეღო, რაც იქნებოდა შენთვის და შენი კეთილდღეობისთვის უკეთესი. ძალიან მაგარი თამაში იყო. ფოტოში.
და შეიძლება კონტაქტო ვექნებო. 42 ნომერს დავემშვიდობთ იქით დაქტორი. და მიულოცოთ 46 ნომერს. ის მოხდა 1%-ში და 100 ქალბატონში გახდა ის ერთადერთი, ვინც შეძლო. გამოიმუშავა ქვია ამას. აუმართლა დასაწყისში, ბევრი ბრძოლა გამოიარა და საბოლოოდ აღმოჩნდა 10000 ლარით ხელში, რომელიც არის ბილაევისგან. მადლობა ბილაევს. ეს მოგება პირველ რიგში ჩემშვილებს ეკუთვნით და მეორე რიგში დედაჩემს, რომელსაც დარწმუნებული ვარ ამ ყველაფრით იამაყებდა და გაუხარდებოდა. შეიძლება ცოტა ცუდი გადაწყვეტილება მე ვიღე, მაგრამ ნუ ეს მარტო მე ვიცი რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. გასაგებია. მართლა ძალიან დიდი გამოცდილება, სიამოვნება და რა ვიცი, ყველაფერი კარგი მივიღე. ჯერ არც კი წარმომედგინა, რომ საერთოდ აქ მოხვდებოდი, მაგრამ რომ დამირეკეს, ძალიან გამიხარდა. და ფინალში და თან პირველ ადგილზე მართლა არ წარმომედგინა, აი მართლა. ბრავო. ძალიან მაგარია და გილოცა. ძალიან დიდი მადლობა. სულ ეს იყო მეგობრებო. აქედან ახლა გახარებული უნდა გავიდე და დავწოხრებული. რა გამიკეთე? მე რა გიგეთ შენ დააჭირე. მე გამიკეთე ეს გერმე მიყავდა მდგომარეობამდე. კი ბატონო.